Салами чему каргеву. Здравствуйте, дорогие друзья. Როგორც იქნა ოცნებამ დაიწყო მეხუთე კოლონის გასამართლება და სამი პარტიის აგზალვა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ სამი პარტიაში რიგითი წევრებიც რომ არიან, მათაც უნდა აეგზავნოს, რიგითი წევრებიც რომ არიან, რიგითი წევრები, ახალგაზრდები, იმათაც უნდა აეგზავნოს პოლიტიკური საქმიანობა. ქართული ხო და ამასთან ერთად გირჩი რომელმაც დაწამლა მთელი საქართველო ნარკოტიკები და იმით იმის რეკლამას აკეთებს ნარკომანიის და იმის და ისიც უნდა აიგზავნოს გირჩი მეგრელიშვილი და იგენი რომ არის იგიც უნდა აიგზავნოს. ქართული ოცნება შეცდომაზე უშვებს. იმის გამო რომ პარლამენტში არ ყავს კონსტრუქციული ოპოზიცია. ოპოზიცია არ ყავს პარლამენტში, რომელმაც რაღაცა საკითხი უთხრას, შეიტანოს, ან დაბლოკოს რამე, ხო და რაც უხდა აუვარდათ თავში. ხო. შეცდომა იმის გამო რომ პარლამენტში არ ყავს კონსტრუქციული ოპოზიცია. გახარიას პარტია არ არის ოპოზიცია. ის ყოფილი ქართული ოცნების წარმომადგენლები და თვით გახარია წულუკიანის კომისია მოღალატედ აღიარა. და ასეთი პარტია პარლამენტში როგორ უნდა იყოს მე არ ვიცი. რამოდენიმე მილიონი ტყე იქნა რა ქვია დაკარგა თუ გაყიდა კაცმა არ იცის მაგი. როგორ შეიძლება ისეთი პარლამენტი სადაც ოპოზიცია არ არის. ამიტომ აუვარდათ თავში და დაიწყეს არაბული ქალაქების აშენება საქართველოში. იქ რო ყოფილიყო პარლამენტში ოპოზიცია ამას არ დაიწყებდა საერთოდ არ დაანებებდა. კონსტრუქციული ოპოზიცია რო ყოფილიყო. ეს ხო ამ პარლამენტში ახლა სულ მილიონერებია და ამ იმის რა ქვია არაბული ინვესტიციის გამპრავლებლებიც მილიონერები არიან. ყველა ფულიანი ხალხია და ამიტომ უნდა ფულის გულს აყიდიან საქართველოს. ეს არაბული ინვესტიცია კი არ არის შემოკარგებო. ეს არის არაბული ინტერვენცია, რომელიც არის ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოსთვის, რომელიც ერს გადაშენებას უხდის. ძალიან მომეწონა პატა აბულაძის სპეციალური გამოშვება, რომელშიც მან ჩამოაყალიბა საშიშროება და წამოაყენა წინადადება რუსული სასაზღვრო ჯარის ჩაყენება ბათუმში და ახალციხეში. როცა ამას შეხედავენ თვითონ ჩაშლიან პროექტს, როცა ჯარი ჩადგება იქ სასაზღვრო ჯარი ჩადგება. მე ადრეს ვამბობდი ბათუმში 2 წელია ვლაპარაკობ ამას ბათუმში და ახალციხეში, სოხუმსა და ცხინვალში ანტიტერორისტული ცენტრების დაარსებას, რაც რუსეთის ხელმძღვანელობას უნდოდა ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს. მაგრამ სააკაშვილმა გადააგდო პუტინი, რაც პუტინმა განაცხადა, ნას კინულიო ისე გადაგვაგდესო ჩვენ და არ შეასრულეს. საქართველოში უნდა პარლამენტში შევიდეს ნამდვილი კონსტიტუციური ოპოზიცია, რომელიც ოცნება კი არ იქნება, ოცნებაში ნამყოფი ხალხი და ოცნებაში კი არ იქნება ისეთი ხალხი, რომელიც არაა ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია. ხო. საქართველოში უნდა პარლამენტში შევიდეს ნამდვილი კონსტრუქციული ოპოზიცია, თორემ ამ საპროტესტო ტალღას, ახლა რომ საპროტესტო ტალღა არის,
შეიძლება შეეწიროს ოცნება და შემთხვევითი პირები მოაჯდნენ საპროტესტო ტალღას. ადვილი შესაძლებელია ეს დასავლეთმა გამოიყენოს, ადვილი შესაძლებელია. ხო და შემთხვევითი პირები მოაჯდეს უკვე იმან რა ქვია ხაზარაძემ და იმან ხაზარაძე ფიქრობს ხაზარაძე რისი ოპოზიცია ხაზარაძე და მაგანი არის საქართველოს მტრები მე ვახშე და ხო ამიტომ ხო დასავლეთმა გამოიყენოს შეიძლება დასავლეთმა გამოიყენოს და თავისი ხალხი შეაპაროს აგერ შეაპარებენ აგერ ხაზარაძეს და კიდევ სხვა ჯაფარიძეს და იმას ამიტომ ბატონო ბიზინა ივანიშვილო ხომ დაპირდით ხალხს თელ საქართველოს ხომ დაპირდით პოლიტიკური ველის გაწმენდას მესამე ძალისათვის ხომ დაპირდით რომ გავწმინდავთო ისე მესამე ძალისთვისო ამიტომ 2 წელია უკვე ვასახელებ სიას კონსტრუქციული ოპოზიციისა რომელშიც შედის ყველა დარჩენილი პარტია გარდა ნაციონალებისა და ქართული ოცნებისა ასეთი ხოდა ეს არის ბლოკი სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული სადაც შედის თითქმის ყველა პარტია გარდა ნაცებისა და ოცნებისა ეს პარტიებია სოციალისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის კონსერვატორები თავისუფალი საქართველო მემარცხენე ალიანსი პატრიოტთა ალიანსი ქართული დასი და სხვა თითქმის ყველა პარტია და ყველა პარტიიდან არიან 2-3 კაცი ეხლა ვასახელებ სიას ამდენი ხანია ახლა ვასახელებ კიდევ მოგვაგდა 66 ადგილი ქონდა მაგრამ გახარია შეათრიეს პარლამენტში ისი იგი და მოაკლდა იგი და მოაკელი მეც აქ ვასახელებ სიას ახლა პირველი თემური პატარაია მეორე ვალერი კვარაცხელია მესამე სოსო შატბერაშვილი მეოთხე პაატა აბულაძე მეხუთე მიხეილი ჟღენტი მეექვსე თემურ ფიფია მეშვიდე კახა კუკავა მერვე დავით თორდია მეცხრე გიორგი ქარდავა მეათე ტრისტან წითელაშვილი ახლა აღარ დავასახელებ ნომრებს მერაბ ჭიქაშვილი დავით თარხან მოურავი ირმა ინაშვილი ზური მახარაძე თინა გოცაძე ნანა ალთინოკი გოჩა ჯოჯუა გულბათ ცხილაძე მამუკა არეშიძე ცოტნე მარღია კახა ზაგანია ილია ლობჟანიძე გია კორკოტაშვილი გიორგი ირემაძე დოკვაძე მე მგონი ირაკლი ქვია ზუსტად არ ვიცი მაგრამ ნახავე დოკვაძე პატიმარი რო იყო და განთავისუფლდა მე მგონი ირაკლია ჯონდი ბაღათურია თინა თოფურია ქეთინო თხილაშვილი ირაკლი მარტინენკო შოთა მარტინენკო რამაზ ღვალაძე რამაზ გაგნიძე გიორგი კერესელიძე დავით ჩუბინიძე კონსტანტინე მორგოშია ნომინაძე მარიამი ზაზა გვიმრაძე კოტე ფოჩხიძე ხამლეტ ჭიპრაშვილი გია გაჩეჩილაძე ირმა ცენტერაძე თემური მაკარიძე თემური სამნიძე ირაკლი უბილავა გიორგი გოგია ნაზიმ სირალიევი ნატა არღულიანი შმაგი ლურსმანაშვილი გრიშა ონიანი ბესო ჩუბინიძე ვაჟა ოთარაშვილი მამუკა კარტოზია ნანა კობახიძე თამარ კიკნაძე აი ეს ხალხი ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია რომელიც უნდა შევიდეს პარლამენტში თუ რომელიმეს გახს საწინააღმდეგო და არ თვლით თავს კონსტრუქციულ ოპოზიციად მაშინ დამირეკეთ ტელეფონზე 5-5-5-10
10, 18, 45. 5, 5, 5, 10, 18, 45. დამირეკეთ ამ ტელეფონზე. აი ეს ხალხი ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც უნდა შევიდეს პარლამენტში, რომელიც მოხსნის ბევრ საჭიროებო პრობლემას. მოგიწოდებთ ბიზინა ივანიშვილო, შეგვიშვით პარლამენტში თუ გინდათ გარკვეული ხნით ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ხალხი თანახმა ვართ ვიმუშაოთ 9 ხელფასზე, ანუ 6000 ლარად. დანარჩენი 6000 ლარი განაწილდება ამ ბლოკის კანდიდატებზე. ვისაც არ მოგწონთ ასეთი რამ, ვინც სიაში ხართ, დამირეკეთ ტელეფონზე, კიდევ ამბობ 5, 5, 5, 10, 18, 45 და ამოგიღებთ სიიდან. ახლა ჩემოკარგებო, გადავიდეთ მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობაზე. კაპიტალიზმის დაუდგა კრიზისი. თვით ნიუ-იორკში მერი გახდა სოციალისტი, დემოკრატიული სოციალისტი, ზოჰრან მანდანი, ასე თქვა მან. კომუნისტია იგივე. ევროკავშირი დაშლის პირასაა მისული. უნგრეთს, სლოვაკეთს, სერბეთს არ უნდა. ჩეხეთში ახალი მთავრობა აირჩიეს, რომელსაც არც ჩეხეთს უნდა ევროკავშირი. ხოდა მე მგონი პოლონეთშიც იმაშობა, პოლონეთშიც ახალი აირჩიეს და იმასაც არ უნდა. მაგრამ პოლონეთს დავიდავანებოთ, მაგრამ სლოვაკეთს, ჩეხეთს, სერბეთს, უნგრეთს არ უნდათ ევროკავშირი, არ უნდათ. ხო, სოფლიო ომის ზღვარზეა ჩემოკარგებო. სოფლიო არის მესამე ომის, სოფლიო ომის ზღვარზე, ბირთვული ომის ზღვარზე. დაიწყო გამალებული შეიარაღება. ამ შეიარაღებაში ჯერჯერობით წინა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს. ეს საბჭოთა კავშირის დანატოვარი და მასი აგრეთვე მათი ამ ბირთვული ატომის ბირთვული ბომბების მიმტანი რაკეტები, მიმტანი საშუალებები, ანუ რაკეტები ბურევესნიკის სახით და არეშნიკის სახით, რომელმაც სულ უიმედობაში ჩააგდო კაპიტალისტური სამყარო. აგრეთვე რუსეთს აქვთ ავანგარდი და სარმატი, რომელთაც ანალოგი არ გააჩნია სოფლიოში. რუსეთს გააჩნია აგრეთვე წყალქვეშა ნავი პოსეიდონი, რომელსაც ერთი ქობინის აფეთქების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს 500 მეტრიანი ტალღები. 500 მეტრიანი ტალღები, ეგრეთ წოდებული ცუნამის სახით და სულ გაანადგუროს ის დანიშნული ტერიტორია, რაც არის გათვალისწინებული, რომელიც სულ გაანადგურებს დანიშნულ ტერიტორიას. შეიქმნა მეორე პოლუსი. შეიქმნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ბრიქსი, შოსი და ბრიქსი, რომელიც არის მეორე პოლუსი. მსოფლიო გახდა ორპოლუსიანი. რომ ხდება დასავლეთი, დასავლეთი რომ ხდება, რომ ბირთვული ომით ვერაფერს გააწყობს, ამიტომ ცდილობენ უკრაინის დახმარებას შეიარაღებითა და ფინანსებით, რომ დაასუსტონ რუსეთი ომით, დაასუსტონ. აგრეთვე ცდილობენ სანქციებით რუსეთის ეკონომიურად დასუსტებას, სანქციებით, მაგრამ ეს სანქციები პირიქით მოქმედებს, პირიქით. კი არ სუსტდება რუსეთი, უფრო მძლავრდება და მძლავრი ეკონომიკა და ახლა ბენზინის ნავთობის იმაზე კიდე იქნა, რა ქვია, ნააბაროდ გამდიდრდა რუსეთი.
რომ ომით დაასრულონ რუსეთი და მის გარშემო შექმნან ცეცხლის კალი. ეს საინტერესებთ მას, რომ დაასუსტონ რუსეთი და შექმნან ცეცხლი, ეგრეთ წოდებული ანაკონდა, რომელიც ანაკონდა არის უხსენებელი, რომელიც ეხოვა ადამიანს და ემაშობა რა ქვია, ხო? რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამიერკავკასიის დაკარგვას. არავითარ შემთხვევაში. ეს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა. ეხლა საქართველო აგერ ამას რა ქვიან ჩინეთთან, ირანთან და ამ თურქეთთან და ამ ვიზიტებით უნდა გადაფაროს თავარი იგი რა ქვია ისა ქვია არაბიზაცია, რომ გადაფაროს. ხო და ამით იქნას რა ქვია კარგია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, კარგია, მაგრამ ჩინეთი რუსეთს თვითონ თვლის უფროს ძმად ჩინეთი. ეს რაც არაერთხელ განაცხადა ჩინეთის ხელმძღვანელობამ. სი ძინპინმა განაცხადა პუტინს მой большой брат, ეს старший брат. ეხლა ისევ საქართველოში შექმნით მდგომარეობაზე. თუ გვინდა ავიცილოთ კატასტროფული მდგომარეობა, აუცილებლად უნდა შევიდეთ პარლამენტში სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული, რომელიც დავასახელე 54 ადამიანი. ანუ კონსტრუქციული ოპოზიცია. 54 ადგილი არის პარლამენტში. თუ როგორ უნდა იყოს ესე სულ 100 კაციც არ უნდა იყოს პარლამენტში 4 წელიწადს თუ არჩევნებს მოაწობთ. ამიტომ შეივსოს უნდა პარლამენტი და ნამდვილი ოპოზიცია უნდა გამოჩნდეს პარლამენტში. თორემ საქართველოს დაიღუპება. წალეკავს ეს ტალღები. თუ ეს ასე არ მოხდა, საპროტესტო ტალღას თავს ვერ მოუკავებთ. თუ შეივსება პარლამენტი, მოიხსნება ბევრი პრობლემები. კარგად ბრძანდებოდეთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.